ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. ვიცოდი, თუ ნასვამი მოვიდო და კიდევ ერთხელ მომიწევდა საშინელების გადატანა. როცა გასაღების საკეტის ჭრილში მორგება უჭირდა და მის შემოსვლას გინება ასწრებდა, ვიცოდი, თვრალი იყო და შიში მეუფლებოდა. შიში მიტრიალებდა. როცა თითები კარს მიღმა გადავაჯვარედინე, ამ შიშით ვცხოვრობდი წლების განმავლობაში. ბელა 15 წლის. ჩვენს ოჯახში სულ ჩხუბი იყო. მამა მუდამ ჩხუბობდა. ეჩხუბებოდა დედას, ჩემს ძმებს, ბებიას და ბაბუას, სანამ ცოცხლები იყვნენ. მე ყველა ჩხუბზე ვიმალებოდი და ვლოცულობდი, რომ მისი მორიგი გაბრაზება დედას ცრემლებით არ დასრულებულიყო. ოლგა 35 წლის. როცა გავიგე ჩემი ქმარი მერიის დაცვის თანამშრომელმა მოკლა ეჭვიანობის ნიადაგზე, არ გამკვირვებია. ასობით საყვარელი ჰყავდა წლების განმავლობაში და ვგრძნობდი, ბოლოს გაებმებოდა. არც ის გამკვირვებია, რომ ძალადობას ედავებოდნენ. გონიათ, წლების განმავლობაში მისგან მუშტისმეტი რამე მიმიღია და მაინც სასამართლოზე გავედი, რომ ყველასათვის მეთქვა, როგორი სამაგალითო ქმარი მყავდა, რომ მას არ შეეძლო ძალადობა, ღალატი. როცა წამიერად თვალი გავუსწორი. ნატა. როცა ლანას გარდაცვალების შესახებ გავიგე, ტკივილზე წინ დანაშაული ვიგრძენი. ჩემი ბრალი იყო, რომ ვერ დავარწმუნე მოღალატე ქმარი მიეტოვებინა. ისე დავიწყე საკუთარი თავის განსჯა, თითქოს ველოდი, რომ ეს დღეც დადგებოდა. ვიცოდი და მინდოდა, რომ ერთხელ ძალა მომეკრიბა, წინ დამესვა და დამერწმუნებინა, რომ მოძალადე ქმარს გაშორებოდა. რადიო მსმენელებისთვის ალბათ საკმაოდ რთული აღმოჩნდა მსგავსი ისტორიების მოსმენა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად გვიწევს ასეთი თუ არა მსგავსი ისტორიების მოსმენა, რომელიც ჩვენს მეზობელს, ნათესავს, შორეულ ახლობელს თუ ვიღაცას შემთხვევია. ეს ამბები არის გამოგონილი, თუმცა სინამდვილესთან ძალიან ახლოს. ეს ამბები წაგიკითხეთ თინათინ ბერიძის წიგნიდან მსხვერპლნი, რომელიც უემოციოდ ნამდვილად არ დაგტოვებთ. გადაცემის ამ ნაწილში თქვენ ავტორთან შეგახვედრებთ, ვისაუბრებთ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დღეს თინათინის სახლში ვიმყოფები. თინათინ ბერიძე, ეს არის ქედელი, ძალიან კარგი ადამიანი, მწერალი, რომელიც საინტერესო წიგნებს წერს, ჩემი აზრით და ალბათ მსმენელებიც დაგვეთანხმება. დღეს მის სახლში ვიმყოფები და აი ამ ყავის სურნელში ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემებზე. მადლობა თინათი, რომ მიმიღე. პრინციპში გარდა ამ რადიო ჩანაწერისა, ჩვენ ისეც მეზობლური ურთიერთობები გვაქვს, მეგობრობთ ერთმანეთთან და ვიცი, რომ ამ ოჯახში მომესვლება. მადლობა, მოგესალმები და მოგესალმები, მეც და პირიქით ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი, რომ დაინტერესდი. პირველ რიგში მადლობა აი ამისთვის, რომ ამდენს აკეთებ რაიონისთვის, მნიშვნელოვანი არის აი ასეთი წამოწყებები რაიონისთვის და მიხარია, რომ თქვენი სტუმარი ვარ და თუ ვინმე დაინტერესდება, თუ ვინმე მოგვისმენს, ორმაგად გახარებული ვიქნები. მადლობა ძალიან დიდი. ეხლა რომ გაგიმხილო, დავიწყო შენ ბოლო წიგნის კითხვა და ძირითად აქცენტებს მაგაზე გავაკეთებ, მაგრამ აი დავიწყოთ თავიდან, ჩვენმა მსმენელებმა და ქედელებმა უმეტესობა მიცის როგორ დაიწყო წერა, მაგრამ აი რადიოსთვისაც რომ ცნობილი იყოს, დავიწყოთ აქედან. კი, ვინც იცის, ასე ვთქვათ, ჩემი წიგნების შესახებ, ისიც ეთოდინება, რომ მე მანამდე სანამ მოპარული სიყვარული დღის-შუქს იხილავდა, წერისკენ არ მქონდა არანაირი დაკავშირებული არ ვიყავი მოკლედ წერასთან და კონკურსი არის გახდე ბესტსელერის ავტორი, რომელსაც გამოცემლობა პალიტრელი ყოველწლიურად ატარებდა და აი ჩემი ხუმრობით მეგობრებისთვის დაწერილი რაღაც ჩანახატები იქცა იმის საფუძვლად, რომ ამ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა და მე ისე მოხდა, რომ მკითხველმა აიტაცა, იმიტომ რომ ამ კონკურსზე მოქმედებდა ასეთი წესი, რომ ნაწილს გამარჯვებული სავლენდა მკითხველი და ნაწილს ჟიური და მე გავხდი კიდევ ორ ადამიანთან ერთად ამ კონკურსის გამარჯვებული და აი აქედან დაიწყო ვამბობ ჩემი ზღაპარი, იმიტომ რომ ეს რაღაც მწერლური ეგრეთ წოდებული გზა არის ცოტა ზღაპარი, ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებული და გარდა ამისა
რა თქმა უნდა გრძელდება ჩემი მეორე ჩვეული ცხოვრება სამსახური სახლი მეგობრები ერთფეროვნება რასაც ქვია და აი ამ წიგნებმა ცოტა სიხალის და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი შემოიყვანა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან მიხარია რომ კითხულობენ ძირთადად თინეიჯერები მაგრამ მაინც და აი ასეთი დაინტერესება თუნდაც რადიოდან თუნდაც ტელევიზიიდან პერიოდულად ეს მაფიქრებინებს რომ ხალხი ინტერესდება ჩემი წიგნებით და სწორ გზაზეც დგახარ იმიტომ რომ მნიშვნელოვან თემებს განიხილავ ამ წიგნებში და განსაკუთრებით ბოლო თემა წიგნის თემა ხო კი ბატონო, ეხლა როგორც აღნიშნე, სამსახური სახლია ეს გზა გაქვს, ბუღალტრად მუშაობ რესურს ცენტრში. როგორ უთავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთთან წერა და ციფრები? ხო, ანუ თავიდან 2019 წელს, როდესაც ეს წიგნი პირველად გავგზავნე კონკურსში, მაშინ მუშაობდი სამოქალაქო რეესტრში, მოგეხსენებათ და შეიძლება თქვას, რომ მაშინ მოქალაქეებთან მქონდა შეხება და შეიძლება ინსპირაცია ესეც იყო ერთგვარი, რომ რაღაცა საინტერესოს რო იტყო და ვინმე მოქალაქე აი თითქოს ვიჭერდი და ვინიშნავდი და 2 წუთი გამომიჩნდებოდა თავისუფალი და წერდი. ახლა ვამბობ ხოლმე რომ მთელი დღე რომ ციფრებთან ვარ, ციფრებთან მაქვს შეხება და შეიძლება ასე რომ თქვა ტვინი რომ მეღლება ამ ციფრებისგან ამ შემთხვევაში სიტყვებში პოულობ მეთქი შვებას და აი აქ სიტყვებით ვცდილობ რომ რაღაცნაირად დავაბალანსო და როცა წერ ეს პროცესი აი დაღლილობისგან მათავისუფლებს თითქოს რთული კი არის რომ შეუთავსო იმიტომ რომ დღეს ალბათ ყველაზე ძირფასი არის დრო და ყველას რამე თუ ნაკლებობა არის რამისი ნაკლებობა თუ აქვს ეს არის დრო მართლა ძალიან რთული არის ისე ინტენსიურად ვეღარ წერ როგორც წინა წლებში იმიტომ რომ 2019 წლიდან გასული წლამდე 24 წლამდე 5 წელიწადში ფაქტიურად 4 წიგნის დღის შუქზე გამოტანა თლად მარტივი საქმეც არ არის მით უმეტეს რომ ამას მე ჭირდება დაწერის მე ბევრი ხო პროცესები სანამ კითხველამდე მივა და გარკვეული პაუზებიც არსებობს ხოლმე რომ შეიძლება განწყობა არ ქონდეს შეიძლება ეგრეთ წოდებული მუზამ გიღალატოს რა ვიცი მაგრამ ვცდილობ რომ მაინც საკუთარ თავს დაუწესო რომ აი პერიოდულად რაღაც რამდენიმე გვერდი მაინც დავწერო შეიძლება მე ის საერთოდ გაქრეს ხო შენ დარედაქტირდეს მაგრამ ვაიძულებ ჩემს თავს რომ აი რაღაც გარკვეული რაოდენობა დღეში მაინც ვწერო რომ აი მთლიანად ასეთ კალაპოტიდან რომ არ მოვარდე მაგის თქმა მინდოდა ახლა რომ კალაპეტში იყო და მიყვება რაღაცნაირად ხო შეიძლება განწყობა ყოველთვის ისე არ არის რომ წერო მაგრამ რაღაცნაირად არ მინდა რომ მოვუდუნდე საინტერესოა ეს პასუხები აი პერსონაჟები საიდან მოდიან შენი ამ წიგნის აქამდე არსებული ყველას პირველ წიგნიდან დაწყებული ფიქრობენ რომ აი გავს პერსონაჟი რაღაცით გავს ან პირადი ისტორიებია და ყველა ის პერსონაჟი არის გამოგონილი ამას ვიტყოდი. მე არასოდეს არ წერდი სანამ აი კონკურსამდე არ მოვიდოდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა კაი ფანტაზიის უნარი, ასე ვთქვათ. წიგნი, ფილმი რომ არ მომეწონებოდა, ჩემს ფანტაზიებში ისე ვასრულებდი, როგორც მე მინდოდა. ბავშვობიდან მქონდა ეს ისა, რა ქვია, რაღაცნაირად ჩამოყალიბებული რომ არ არის პრობლემა ვიღაც გმირი მოხვდა მე შემიძლია ჩემს ოცნებებში ჩემს ფიქრებში გავაცოცხლო ხო და ისე დავასრულო როგორც მე მინდა მაგრამ თვითონ მე რომ დავდექი ამის პირისპირ და ჩემი წიგნის გმირი რომ მოვყარი ისეთი წამოვიდა კრიტიკა არა უფრო აი რატო მოკალი რატო დაასრულე ასე და მე არ ვიცი შეიძლება ქვეცნობიერად იყო თუ რაღაცა ეს ეხტება ხოლმე რომ ცუდი ადამიანები ის ამბავი უფრო გამახსოვრდება ადამიანს. გონი ეგრეა. იმიტომ რომ ყველას ბედნიერება ერთმანეთს გავსო და ყველას უბედურება განსხვავებულია რაღაც მასედი. უბედურება ანუ ადამიანში უფრო უთანაგრძნობ თუ მასე ცუდი გაიგე ისტორია რაღაც უფრო შეცოდების მომენტი რაღაცა და მე ვფიქრობ რომ ეს უპაროს იყო რომ ეგრე არ დასრულებულიყო ტრაგედიად. ერთ-ერთი მასეთი გამოხმება არ ექნებოდა და მე გაგრძელებას არ ექნებოდა, იმიტომ რომ ეს გაგრძელება მეორე შანსი ფაქტიურად იმიტომ დაიწერა რომ კითხველისთვის მეჩვენებინა რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვით ადამიანმა ცხოვრება არ უნდა დაასრულოს. ხო, იმედი მიეცი ერთხელ. ხო, იმიტომ რომ ბევრი ისე ფიქრობდა რომ მე ვარ ძალიან პესიმისტი და ამად თავარ გმირს ენჯის აღარ მივეცი ცხოვრების გაგრძელების საშუალება და აი მაგის მკითხველთა მოთხოვნა დავარქვათ ალბათ. ან პასუხი მკითხველის შეკითხვებზე რატომ დაიწერა მეორე შანსი. და აქვე აღნიშნავ მეორე შანსში
არის პერსონაჟი, მაღალმთიან აჭარაში ხდება მოქმედება ბაბუა, რომელიც ხო ერთადერთი პერსონაჟი არის, რომელიც ბაბუა ჩემის პროტოტიპია. სხვა ყველა პერსონაჟი მოგონილია, მაგრამ აი ბაბუა იყო ზუსტად ეგეთი თბილი, ეგეთი საყვარელი, როგორც ეგეთი. ხო, შენს Facebook პოსტებსაც რომ ვყურებ და თვალს ვადევნებ, ხშირად იხსენებ მასე ისტორიებს. მართლა გული ისეთი სიყვარული ციტბოთი აგებსება ადამიანს. ხო, ძალიან მაგარია. ეხლა ვიცი რომ ბევრს მოგზაურობ ევროპის ქვეყნებში, ხარ ნამყოფი სხვადასხვა ქვეყანაში, ხომ არ არის რომელიმე იქ მოხდენი ამბავი ან ქვეყანა ან რამე? არა, ისე რაღაცეები მაგალითად ჯერ ევროპაში მაშინ წასული არ ვიყავი, მოპარული სიყვარული დავწერე და რაღაც ეპიზოდი არის რომში კონკრეტულ ქუჩაზე, კონკრეტულ პიცერიასთან ხდება რაღაც მოქმედება, მაგაში დამეხმარა Google Map-ი რომ აღიარო დღეს ძალიან მარტივი არის სიმართლე მითხრა წასულიც რო არ იყო ინტერნეტის გამოყენებით შეგიძლია ნებისმიერ ვირტუალურად ნებისმიერ ლოკაციას ესტუმრო და ეს ძალიან მარტივი არის რომ რაღაცა დაწერო და თად მოგონი ვიღაცა მიფიქროს რომ შენ იქ რეალურად ნამყოფნი იყავი მაგრამ ახლა როცა უკვე იქ ევროპაში თქვათ ასე მე პირადად წასული ვარ შეიძლება რაღაცები უფრო სხვაგვარად დამეწერა მაქვს რაღაც იდეა რამდენად გამომივა არ ვიცი იმიტომ რომ პირად ისტორიებს ვცდილობ რომ არ შევეხო რომ ხო იმიტომ რომ მოგონელი ჩვენთვის გაცილებით მარტივია როგორც კიდე ისე განავითარებ არავის პრეტენზია არ ექნება მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში აი ეს სამოგზაურო ისტორიები იმიტომ რომ ნებისმიერ მოგზაურობას ახლა შენ ციცი გამოცდილება გაქვს ახლავს რაღაც მალული ისტორიები გართულებები და გასული ამბები საინტერესო ხდის მოგზაურებას და უფრო გამახსოვდება და შეიძლება ერთხელ აი მოგზაურობაზეც დავწერო საინტერესო იქნება. შენს წიგნს შემოვკითხე სხვათა შორის ჰალშტატთან დაკავშირებით და აი რაღაც ოცნებად მეკცა იქაურობის ნახვა. ჰალშტატი შეიძლება ჩემი ოცნება რომ დაფიქრდე ახლა თლად ისეთი ოცნებაც არის რომ ვერ ახდე. იმიტომ რომ დღეს საბედნიეროდ გვაქვს შესაძლებლობა რომ წავიდეთ, იმიტომ რომ მე მაგალითად მართლა ბავშვობაში გეოგრაფიის წიგნში ან თუნდაც დოკუმენტურ ფილმებში რომ იტალიას ვნახულობდი, ვერასოდეს აი ვენეციაში რომ მოხდებოდი თქვათ ან მილანის კათედრალთან ან რაღაც ასე რომ კოლიზეუმთან აი ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი და სადაც მანდ მოხდი, შეიძლება რომ ავსტრიაშიც მოხდე ადამიანი, მაგრამ ყველაფერი მაინც მონდოებაზეა, მაგრამ მე სულ ვიძახი რომ რამოდენმე ოცნება მაქვს, რომელიც ალბათ ოცნებად უნდა დარჩეს. რაღაც ოცნებები რა. სულ ბოლომდე რომ თითქოს ოცნებად უნდა დარჩეს და არ ხწერა არ უწერი. ალბათ ასეთი ოცნებები გავაცოცხლებ შეიძლება. შეგნებულად ტოვებ მაგ ოცნებებს თუ შეიძლება დიდადაც არ ვიკლავ თავს რომ გამოვტყდე რომ ავისრულო ეგ ოცნებები, იმიტომ რომ ხდება ხოლმე მაგალითად რომ რამდენჯერაც მოგზაურობა დავგეგმე, ბევრ ვარიანტს განვიხილავ და ბოლოს მაინც იტალიაში მივდივარ. ხო, სამეგობრო, სადაც იტალიაში წახვარ, შეგიძლია ავსტრიაში ჩახვიდე, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ოცნებად ვიტოვებ მართლა თუ რა არის, არ ვიცი. რომ ის ერთადერთი ქონდა მაგრამ ალბათ ბოლოს მაინც იმედით რომ აგიხდება. ხო აი სასიამოვნოა შენთან საუბარი. ჩვენ გარდა რადიოს ჩაწერისა ისეც გვიყვარს ერთმანეთთან საუბარი და ეხა პირად მიმოწერაშიც გაგიმხილე რომ ამ მეხუთე წიგნს რომ მკითხულობდი. ცოტა მეოთხე წიგნია მიგიხებდა ხო? მეოთხე წიგნს უკაცრავ. მეხუთე წიგნია მაგაზეც დაგისმე მკითხმას. ხო ამ წიგნს რომ მკითხულობდი, ცოტა ნერვიულდი მეთქი, იმიტომ რომ იმ ქალების ისტორიები, რასაც შენ გადმოსცემ, მიუხედავად იმისა, რომ გამოგონილი ამბებია, რეალობას ძალიან კარგად შეესაბამება და რაღაცა გულს აგიფორიაქებს სულს. აი ამ წიგნზე რომ მოგვიყვე. პირველ რიგში მეც აღნიშნავ, რომ ძალიან ძიმე წიგნ თემას ეხება ქალთა მართლადობას და სხვა წიგნებისგან განსხვავებით ამ წიგნზე მუშაობა კიდევ უფრო გამიჭირდა, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იყო თვითონ ამ ძირითადი გმირების გარდა, რომლებიც პერსონაჟებად ყავს, აი ქალების ჩანართები რო არის შიგნით აი ამათი დაწერა განსაკუთრებულად რთული იყო და სუფი ვამბობ ხოლმე რომ არა ვთქვათ ის მთავარი გმირები რომელიც ბევრჯერ მყავს ნახსენები კესანე მისი სამეგობრო ეს ქალები არიან ამ წიგნის მთავარი გმირები იმიტომ რომ ძირითადად მათზე არის წიგნი რატომ გადავწყვიტე ახლა ამ წიგნის დაწერა ბევრი მისმენს ამ შეკითხვას
მისი წინაპირობა იყო ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები საქართველოს. შეიძლება ეს სულ იყო, არ ვიცი, მაგრამ ახლა გახდა უფრო აქტუალური პრესა, ტელევიზია, ინტერესდება სოციალურ ქსელებით, ბევრი გამოხმაურება აქვს, მაგრამ იმდენად ბევრი შემთხვევა იყო, რომ მინდოდა რომ აი ამაზე დამეწერა და მით უმეტეს ვიცით რომ ჩვენთან აჭარაში განსაკუთრებით და ზოგადად საქართველოშიც არიან ისეთი ქალები რომელიც ძალადობას ხშირად ითმენენ ეკონომიკური სიდოხჭირის გამო. ხო და მინდოდა რომ აი ერთი ქალისთვის მაინც რაღაცის სამაშველო რგოლივით ყოფილიყო რა ერთი ქალს რომ რაღაც დაენახა თუნდაც შეიძლება მე მომმართოს ან ვიღაცა მართლა ორგანიზაციას რომელიც ქალებს ეხმარება და ეს საკუთარ თავში ძალეპოს ჩავთვლიდი რომ პროგრამა მინიმუმი არის შესრულებული იმიტომ რომ ზოგიერთი ისტორია რომელიც მან ციკში ნახსენები აქვს იმდენად გავს ჩვენს რეგულირ მომხდარამებს რომ ძალიან ძნელი არის რომ გვერდი აუარო და მეცაც გეტყვი არის კიდევ რამოდენიმე ისტორიები შეიძლება მე და შენც მივხვდეთ რომ ვიცით რომ ზუსტად მოხდა მაგრამ აი თვითონ იმდენად ბევრი ადამიანია ისტორიებთან დაკავშირებული რომ სახელების და გვარებით და სახელებისგან კიდევ თავი შევიკავეთ რომ შეიძლება ბევრმა მოიცნოს ამ ნებისმიერ ისტორიაში მისი ახლობლის მეგობრის ავიც ნათესავის ოჯახის წევრის მდგომარეობა. ხო ძალიან რთული თემაა გეთანხმები და ამაღელვებელიც ჯერ წაკითხვა რა რთულია ამის გააზრება რას გრძნობენ იმ დროს ქალები აღწერილი გაქვს ამ ციკლში ოჯახის წევრები როგორც ძალადობენ ნათესავები და იმ ქალების ფაქტობრივად ფიზიკური ოჯახში, ქუჩაში, სამსახურში, სკოლაში, სამწუხაროდ ასეთი ფაქტებიც ამბოლო დროს ხშირად არის რა არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა განსაკუთრებით კიდევ უფრო მტკივნეულია ქალთა მიმართ ძალადობა და კიდევ რომ თითებენ რომ აი ქალს რო აბრალებენ რომ გამოიწვია აი ეს სიტყვა ლექსიკონიდან რომ ამოვიღოს აღსაღებია დამბილად იმიტომ რომ ანუ ჯერ ერთი ამ ძალადობას როცა ეხება საუბარი ქალებისკენ იშვერენ თითებს ყოველთვის რომ ან გამომწვევად ეცვან იქცეოდა და რაღაც ამდაგვარები მაგრამ და კიდე ერთხელ ანუ რა მომისმენია თქვათ რაღაც ძალადობის ამბავი მოხდა და აი ქალებისგანაც ესეთი დამოკიდებულება მოდის რომ მიზეზებს ეძებენ რატომ იძალა ქმარმა ცოლზე ან ვიღაცაზე ხომ არ მოხდა თქვა ქალის მხრიდან რაღაც ახლა გამახსენდა და მომიყოლია კიდეც რომ ერთი შემთხვევა მქონდა მიკროავტობუსში შევესწარი და იმ დონეზე გავბრაზდი მაშინ რომ იმ ქალების სახელი და გვარი რომ ცოდნოდა პირადადაც მოვიხსენიებდი რომ აი ვიღაც ქალს განიკითხავდნენ რომ ქმარსო უჩივლაო ძალადობა ვერ აიტანაო რაღაცა დაურეკა პატრულსო და ოქროსავით ბიჭი დააჭერინაო რა უბრალოდო იმ რა ქვია სიმთვრალეში ჭედავდაო აი რამდენჯერაც თან ქართველი კაცი რა სიხშირით სვამს კი ვიცით რამდენჯერაც ესე იგი ადამიანი დალევს მის გვერდით გაჩერება უნდა გეშინოდეს მაგრამ უნდა მოითმენო იმიტომ რომ მეზობელმა არ თქვას რომ ოქროსავით ბიჭი დააჭერინა აი და იმის იმიჯი არ შეილახოს ხო და მე აი ზუსტად ეგაა რაც კიდევ ქალებს აბრკოლებს რომ ხალხი რა სიტყვის იმიტომ რომ 100-დან ალბათ 90 მისგან გამოიშვერს ხელს რომ უნდა მოეთმინა შვილების გამო ამის გამო იმის გამო მიზეზებს ეძებენ მართლა რომ ეს ძალადობა გაამართლონ და შეიძლება ახლა კონტექსტიდან ამოვარდნილი რაღაცა თქვა ყელშია უკვე რა ქალებისკენ ხელის გაშვერა ზოგჯერ გინდა რომ მოაკეტინო ასეთ ადამიანს რომ ნუ ამბობთ მაგას ქალმა თუ ქალს თქვა მხარი არ დაუჭირა ისიც მესმის რომ აქ წიგშიც მაქვს ასეთი შემთხვევა შეიძლება ცილისწამების ხერხის გახდეს ასეთი შემთხვევებიც იშვიათად არის მაგრამ სანამ საქმის ვითარებას გაირკვევ სანამ გაარკვევ რომ მართლა დანაშაული არის თუ ცილისწამება არის როგორ შეიძლება წინასწარ გაასამართლო სასამართლო სანამ გადაწყვეტილებას გამოვიტანს ადამიანი და მას უწოდო რაღაც დამნაშავე და ხიარლიკები მიაკერო და მით უმეტეს როცა იციან რომ კიცემა კიდეც ქმარმა შეიძლება შეურაცხყოფას მიაყენა მაგრამ ოქრო ბიჭია და უნდა მოეთმინა ხო ეს სიმთვრალეში ჭედავდა მხოლოდ კი ძართულ თემებს ვეხებით და ზოგადად მინდა რომ ამ ქალებს მხარდამჭერი ყავდეს სახელმწიფოს მხრიდანაც ოჯახის მხრიდანაც და მიმღებლობა ჰქონდეს ამ ოჯახებს ასეთი ქალების და მოგვისმენია იგივე ტელევიზიით რომ აი წამოვედი კაი ჯანდაბას წამოვიყვანე შვილები თან ახლა კიდევ კარგი ესეც შეიცვალა რომ სასამართლო სოციალური სამსახური დედებისკენ ადრე იყო ხოლმე რომ ცოლი თუ ქმარს თუ გაშორდებოდა ბავშვები ფაქტიურად მამასთან რჩებოდნენ წარსული ასეთი იყო გამოცდილება ხო და ახლა დედასთან უმეტეს შემთხვევაში დედის სასარგებლოდ
ხდება ეს საქმე, მაგრამ ეგ ხალი ამბობს, რომ მე სად წავიდე. ძირითადად სახლი ამ შემთხვევაში ქმარს რჩება. სამართლებრივად სხვანაირად არ გამოდის. ალიმენტის გადახდაზე თითქმის ბევრი მათგანი მასეთ იმაზე უარს ამბობს. აი ქალს განათლება არ აქვს, ამიტომ სულ მე ვამბობ, რომ მშობლებმაც ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ქალიშვილის უფრო მეტი განათლება მისცენ, უფრო მეტად გააცნობიერონ, უფრო მეტად შეამზადონ, ასე ვთქვათ, ცხოვრებისთვის, ვიდრე ვაჟს. როგორც შეიძლება სექსისტურად ცხოვრებაში განცხადება, ხო, მაგრამ არა, უნდა იყოს, იმიტომ რომ ფაქტიურად ზოგი ქალი ძალიან ადრევად ქმნის ოჯახს. განათლების გარეშე ფაქტიურად ქმარზე დამოკიდებული ფინანსურად ყველანაირად და მე როცა მაგ დილემის წინაშე აღმოჩნდება ნაბიჯს ვერ დგამს, იმიტომ რომ იცის რომ წასასვლელი აღარსა, ვერ იმუშავებს, მე თან იმუშაოს, თან შვილი არ ჩინოს რაღაცა და რა ვიცი, ძალიან ბევრი რაც უფრო მეტი პროგრამა იქნება ჩემი აზრით, რომელიც ამას დაეხმარება სოციალური მხრივ სახელმწიფოსგან უფრო კარგი იქნება და ქალები უფრო დააფიქსირებენ საკუთარ აზრს. და ხამ წიგნში გაქვს განხილული ასეთი ქალებისთვის დიდი ანუ ესეთი სივრცის შექმნა, სადაც რეალიზდებიან, ისწავლიან ხელობას და ეუფლებიან. ძალიან კარგი იდეაა და ამ მიმართულებით თუ ვინმე გამოჩნდება ჩვენს რეალობაში. იმიტომ რომ ის განრიდების სისტემა რაც არსებობს, ან ძალადობის ფაქტზე რომ განარიდებენ რამდენიმე თვით, მე ისევ ბრუნდებიან ასე განარიდებენ პირობითად თქვა თუნდაც ერთი წელით განმარიდონ მე. ხო, ანუ მერენდელი მდგრადობის ამბავი არ არის ამ შემთხვევაში. და ეს იდეა ასეთი სახლის მშენებლობა ძალიან კარგია. მე მქონდა ასეთი დამოკიდებულება ხანდაზმულებთან მიმართებაში, რომ ცოტა იქითკენ მიდის ტენდენცია, რომ ეს ხანდაზმულები როგორც ევროპაში არის, მათთვის იყოს ცალკე სივრცე. ვთქვათ და ეხლა ძალიან კაია რომ ქალებისთვისაც ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისაც რაღაცა უნდა ასწავლონ თუნდაც როგორ და პირობითად ვიძახეთ თუნდაც კარატეზე რომ ვიარო რატომ უნდა მეშინოდეს ქუჩაში გასვლა რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა არ მომაყენოს ღამეში იმიტომ რომ ლამაზად გამოვიყურები და მოკლედ დავმაცვია აი რატომ არ უნდა იყოს დილად მაგრამ რეალობა ასეთი გვაქვს ეხლა ცოტა რიტორიკულ კითხვას დაგისვათ შეიძლება პასუხი თავიდანვეც ვიცი მაგრამ მაინც ამ 4 წიგნი და შენთვის განსაკუთრებული რომელი სხვათა შორის ყველას აქვს თავისი ადგილი და ამ ბოლო წიგნთან მივალ აი ყველა რომ მიმოვიხილო მოპარული სიყვარული არის პირველი და შესაბამისად ცოტა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმიტომ რომ არა მოპარული სიყვარული ზოგადად ეგ კონკურსი და მე გახდე ბესტსელერის ავტორი და მე მოპარული სიყვარული დანარჩენებიც არის არსებობ და ალბათ აი პირობითად რომ გამეგზავნა და არ გაემარჯვა მაგ წიგნს და გამომცემლებასთან ესეთი თანამშრომლობა არ შემდგარიყო მე ბევრი წერილს გამომისმენია რომ ათასობით გაუგზავნიათ ეგზემპლარი სხვადასხვა პატარა გამომცემლებაში და დიდ გამომცემლებაში და კონკურსებში და წლობია ელოდებოდნენ თავიანთ ჩანს მე ამ ხრივ არ იყბლიანი ასე ვთქვათ პირველივე ცდას და ეგრე გამოვიდა ცხონები ბაბუა ჩემს უყვარდა თქმა ზოგჯერ ქვა კი არ ხდება ჩიტი ხდება ქვას რაღაც ეგრე და მე მართა მგონი და ძალიან გამიმართლა რა ხო და ამიტომ მოპარული სიყვარული ძალიან განსაკუთრებულია და აქტუალობას არ კალკავს იმ ხრივ სხვა წიგნებთან შედარებით კიდევ ეგ უფრო ყველაზე უფრო გაყიდვადი არის და აქედან გამომდინარე ალბათ რა ვიცი სულ ვამბობ კონსტანტინე გამსახურია რომ დაწერა რაღაც ესეთი შედევრები რომ გადავწერო მაინც მოპარული სიყვარულის ავტორად დაურჩები ალბათ ბორომდე მეორე შანსი იმიტომ მიყვარს რომ აჭარაში რო ხდება მოქმედება განსაკუთრებით მაღალთიანში და ეს აჭარული დიალექტები მაქვს ჩართული და ბევრი ვიმუშავე რა მაგ თემაზე ლექსიკონები დავიხმარე მოხუც და ხანდაზმულს ვეკითხებოდი აი ამ იმას როგორ ვიყენებთ როგორნაირად ვიყენებთ და განმარტებები და ცმაქვს აჭარული დიალექტიკის და ბევრი ხალისავს სხვათა შორის ამაზე იმიტომ რომ უყვართ აი აჭარულად რო რაღაც იტყვი დიალექტზე და მეც არასოდეს არ მალა ყველა მეუბნება რომ ძალიან ისეთი ხარ უშუალო და ზოგჯერ აჭარულ სიტყვას სამსახურში რაღაცა ვიყენებ და რატომ უნდა დავმალო ყველა მეუბნება აი შენ აჭარიდან ხარ სადაც არ უნდა მოხდე კი ბატონო აქ გავიდე აქ დავიბადე აქ ვცხოვრობ და რატომაც არ უნდა მეტყობოდეს კილოზე თუ იქნები აჭარული ხო და სამალი რა გვაქვს კი ბატონო მესამე წიგნი სამწუხაროდ ნაკლებად ცნობილი ჩემთვის ცხოვრება ჩოგბურთის წესებით იმიტომ მიყვარს რომ ჩოგბურთი მიყვარს განსაკუთრებით ვინც მიცნობს იცის და მინდოდა რომ ცოტათი რაღაცნაირად
პოპულარული ახლა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია რომ წიგნით ჩოგბურთი პოპულარული გამიხადა მაგრამ თუ იმე დაინტერესდებოდა ჩოგბურთით გამიხარდებოდა რა შენი წვლილი შეგეტანა ამ საქმეში კი ბატონო ნაკლებად შეიძლება პოპულარული იყოს ხებთან შედარებით მაგრამ მე დიდი სიყვარულით და დიდი შრომა ჩავდე იმიტომ რომ ისე მაქვს თავები აწყობილი რომ სპორტსმენების გამონათქვამები წესები მორგებული თითო თავზე და რაღაცა საკმაოდ არ მაქვს საკითხული და ცოტა ვერ აყვები მაგ თემაში. საკმაოდ შრომა ჩავდე და ეს ქალთა მიმართულებაზე რომელიც არის ბოლო წიგნი მსხვერპლი რა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თან ბევრი მეუბნება რომ მაგ წიგნში როგორც ავტორი გაზრდილი ხარო. ხო და ეს ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარს თემაც ისეთია სიუჟეტიც ისე არის აწყობილი ხალხმაც უფრო აიტაცა იმიტომ რომ ალბათ მეტნაკლებად აღიარებ ყველას ირგვლივ ხდება მსგავსი ფაქტები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ თუ ერთ ქალს მაინც დაეხმარება ჩავთვლი რომ პროგრამა მინიმუმი შესრულებული მაქვს. ძალიან მაგარია. ეხლა მაინტერესებს ხომ არ აპირებ კიდევ მასეთ თემებზე გარდა ქალთა მიმართულებისა არის კიდე რაღაც ისეთი ტაბუდადებული თემები რაზეც ხმამაღლა საუბარი მითხრეს რომ რომელი კითხა ბოლო შეხვედრაზე მკითხველმა რომელია თემა რომელსაც ხშირად უბრუნდებიო და ახლა რომ ვფიქრდები რამოდენიმე იდეა რომ მაქვს აი ასე ჩამოყალიბებული რომელზეც შეიძლება წიგნი ავაწყო თითქოს ეგ ძალადობის თემა ტრიალებს ყველგან და რაღაცნაირად ისე შემოიჭრა შემოქმედებაში ასე ვთქვათ რომ გვერდს ვერ ვული მაგრამ ახლა მაქვს პატარა იდეები მოთხრობებად უფრო რამდენად გამომივა არ ვიცი ვნახოთ სადაც პატარ-პატარა იმდენად ტაბუდადებულ თემას არა შეიძლება უფრო გაპიარებოთ რაღაცნაირად ასე სოციალური ქსელების გავლენით და მსგავს რაღაცებს მინდა რომ შევეხო და რა გამომივა ვნახოთ დიდი ინტერესით დაველოდები წარმატებებს გისურვებ აი საბოლოოდ რომ შევაჯამოთ რას ეტყოდი ქალებს ვინც გვისმენენ ზოგადად ხო პირველ რიგში ქალებს ვეტყოდი რომ არასოდეს არ მოიწმინონ არანაირი ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში მათ გვერდით იქნება ერთი ადამიანი მაინც ვინც აი ხელს გაუმართავს და დაცემულს წამოაყენებს. ანუ მე რას ვფიქრობ, როცა ძალადობის ხვეპლი ხარ, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ქალს არც უნდა რომ ფაქტიურად ღებულობს აი ამ მოცემულებას, რომ აი ძალადობის ხვეპლი. თითქოს ხვეპლად ყოფნა მოწონს, ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ უნდა მიცეს ხვეპს საშუალება რომ დაგეხმარონ. იმიტომ რომ ეს ისეთი თემა მithumetas ოჯახს როცა ეხება. შეიძლება ჩაერიო, ხო, შეიძლება ჩაერიო და მე შენც დაგადანაშაულონ ოჯახის დამინგრია და რაღაცა ასეთი და უნდა მისცეს ხვებს საშუალება რომ დაგეხმარონ და ყველა ქალს მინდა უთხრა რომ გაბედონ ძალადობის ფაქტების გამხელა და შეიძლება გაუჭირდეთ შეიძლება ძალიან ბევრი ტალახის სრული სატანა მოუწიოთ რა უმეტესობამ დაადანაშაულოს მაგრამ საკუთარ თავთან მე შეიძლება შვილებთან ყველასთან მართალი იქნებიან იმიტომ რომ ჩემი საზრითაც ჯობია რომ ბავშვი განქორწინების შემთხვევაში ძალიან დიდი სტრესია ეს მესმის მაგრამ აი ძალადობას ჩხუბის მოსმენა ბავშვზე უფრო დამთრგუნველია ჩემი გადასახედა მაგ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი შვილები არ ყავს და ძალიან მარტივიაო საუბარიო მაგრამ აი ასე იმიტომ რომ დღეს ბავშვები იმდენად სათუთი ფსიქიკით არიან ოდან ხმას რა უწევ უკვე ცრემლები უდგება თვალებში და მე ვფიქრობ რომ აი ჯანსაღ გარემოში გაზრდას ბავშვებიც იმსახურებენ და ქალები რა თქმა უნდა იმსახურებენ რომ შვიდი გარემო ქონდნენ და ისედაც ამ ცხოვრებაში რთულობაში კიდევ ვიღაცის ხო ძალადობა არ ითმინო და ზეწოლა ფსიქოლოგიური ხო, აბსოლუტურად მართალს ამბობ და მოგონი ყველა ქალია ღირსი იმისა, რომ ღირსეულად იცხოვროს და ყველა ბავშვი იმის ღირსია, რომ ბავშვური ტრაუმებით არ გაიზარდოს. კი ბატონო. წარმატებებს გისურვებ. წარმატებებს დები ასე. შეიძლება რომ მეხუთე წიგნით ენა მიყივლა, რომ იტყვიან ალბათ აჭარული გამოთქმა არ ვიცი. ენა მიყივლებს და მეხუთე წიგნისეც ჯერა რომ გესტუმრები ჩვენს ორგანიზაციაში სტატპატიჟებ რადიო გადაცემასაც ჩავწერ. მიხარია რომ ასეთ მნიშვნელოვან და ძვირფას თემას შეეხე და ვფიქრობ რომ აი ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა მსგავს თემებზე საუბარი არ დამალვა ხმამაღლა თქმა და ქალების მიმართ მხარდაჭერა. კი ბატონო, მადლობა პირიქით შენ და შენს მსმენელებს, შენს რადიოს. იმედია წარმატებული იქნება და იმედია რომ ქალები განსაკუთრებულად მოგვისმენენ და ჩვენგან
აი ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამოგივა რაღაცას ისწავლიან თუნდაც ამ ჩვენი დღევანდელი საუბრით. და აქვე ვეტყვი ჩვენს მსმენელებსაც, რომ შენი წიგნები ჩვენს ორგანიზაციის ბიბლიოთეკაში გვაქვს და შეუძლიათ გაიტანონ და წაიგითხონ, იმიტომ რომ დიდი სიამოვნებით დაველოდები მათთან გაეხმარებათ ჩემი აზრით ეს ბოლო წიგნი განსაკუთრებით რაღაცა ხმის ამოღებაში და მათი უკრებების დაცვაში. თუ შეგვიძლია დარწმუნებული ვარ არ დავიშურებ ძალას რომ დავეხმაროთ თუ იმ მოგმართავს დასახმარებლად. ჯერა თინათინ წარმატებებს გისურვებ და დავამშვიდობებ ჩვენს რადიო მსმენელებსაც ნახვამდის.